მოგეხსენებათ, დიდ მარხვის დაწყებასთან ერთად ტაძრებში დილით ყოველდღიურად ჟამნობები აღესრულება, ხოლო პირველი კვირის ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს წმინდა ანდრია კრეტელის სინანულის დიდი კანონი იკითხება. მისი უწმინდესობა და უნეტარესობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე, საპატრიარქოს დედათა მონასტრის წევრებთან ერთად წმინდა ანდრია კრეტელის კანონის მსახურებას საპატრიარქო რეზიდენციაში დაესწრო. ლოცვა წაიკითხეს პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ, დეკანოზებმა იოვანე ოჩიგავამ და ნიკოლოზ თურმანიძემ.